დავბრუნდით მეორე ნაწილში ძალიან სერიოზული თემით. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ცგ-პალით ამ ბრძოლა, არაერთხელ ყოლია მინისტრიც სტუმრად, გაგვია სიახლეების შესახებ, რომ ფინანსდება პაციენტების ძალიან ბევრი ხალხი ელოდება. მაგრამ უბრალოდ მიხარია გრძელდება ეს აქცია, ასე ვთქვათ, და კიდევ ახალი კამპანიით მოვიდა დღეს ჩვენთან ჯანდაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. რომელსაც ვთხოვთ სტუდიაში, იმიტომ რომ ბევრი კითხვა გვაქვს. ბატონო დავით, გთხოვთ. მოგესალმებით. გამარჯობა. ბევრი დეტალი მიმოვიხილეთ თქვენს წინასწუმრობაზე, სწორედ აი ამ საკითხთან ბრძოლაში. ძალიან კარგი სიახლე იყო მაშინ პრეპარატების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. თუმცა ამით არ შემოიფარგლება ბრძოლა, ხო? C-ჰეპატიტთან. დიახ, ის პროექტი, რის დაწყებასაც ვაპირებ, თავის მხრივ არ არის მხოლოდ იაფიანიან ხელმისაწვდომი პრეპარატის შემოტანა, არამედ ეს არის ერთგვარი სრული პროექტი, კომპლექსური, რომელსაც აქვს ორი ამოცანა, რომ ყველა ვისაც კი მკურნალობა ჭირდება, მიიღოს ეს მკურნალობა ხარისხიანი და მისდომადი და მეორე, რომ ახალი შემთხვევების აღმოცენება იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ამ ორი მოცემულობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნება, ვერ განხორციელდება ეს პროექტი. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გამომდინარე ამ მედიკამენტის ძალიან მაღალი საბაზრო ფასიდან დაცული იყოს უსაფრთხო მიწოდება, ასე ვთქვათ, საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან იმ მომენტამდე, სანამ პაციენტი მიიღებს ამ პრეპარატს. ასე რომ ბევრი სამუშაო ქონდა ამ პერიოდის ბოლოს განმავლობაში. ტრანსპორტირება და შენახვა და რაღაც ამას გულისხმობთ, ვიდრე პაციენტამდე მოვა პრეპარატი. დიახ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი ცდუნება, რომ ჩვეულებრივ გაყიდვაში რო იყოს, უბრალოდ გადაყიდონ და ამისი მაგალითები არის, სამწუხარო მაგალითები სხვა ქვეყნებში. ისევე როგორც პრევენციის გაუთვალისწინებლობა, მაგალითად ერთ-ერთ ქვეყანაში დაიწყო მსგავსი პროექტი, არაანალოგიური და ახალი შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა ნამკურნალები ადამიანების რაოდენობა. შესაბამისად აზრი დაკარგა, იმიტომ რომ არის ზრუნეს იმაზე, რომ ჩაეტარებიათ პრევენცია, გავრცელება ამ ინფექციის, სადაც არის მაღალი რისკები და ეს ცნობილი არის, იქ არ მოსდეს, ასე ვთქვათ, ძალისხმევა, რომ ეზრუნათ იმაზეც. პრევენცია გარკვეულწოდ კონტროლს გულისხმობს, ხო, ამ შემთხვევაში და კონტროლს გარკვეულ დაწესებულებებზე, სადაც არის მაღალი რისკი ამ დაავადების გავრცელების. დაწესებულებები, რომელსაც ძალიან ხშირად სტუმრობს თითოეული ჩვენთაგანი. რა ნაბიჯებს გეგმავთ ამ მიმართულებით, თქვათ, პირდაპირ იწება რაღაცა მკაცრი კონტროლი, მკაცრი სანქციები, თუ ჯერ რაღაცნაირად საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას აპირებთ? დიახ, ძალიან კარგი კითხვაა, მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ესე უფრო მომეცემა საშუალება, რომ აი ძირითადი მოცემულობა მოგახსენოთ. პირველი ის, რომ პრევენცია როგორ გაკეთდეს, რა მეთოდით, საყოველთაოდ ცნობილია და რაიმე ახლის აღმოჩენა აქ შეუძლებელია. ის წერტილები, დაწესებულებები, ადგილები, სადაც მაღალი რისკი არის, ასევე კარგად არის ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტროლი იყოს არა მკაცრი, როგორც ასეთი, არამედ ადეკვატური. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და გვახსოვს, ალბათ საზოგადოებას ახსოვს შარშან იგივე სტომატოლოგიურ კაბინეტებთან მიმართებაში ორი პრიმიტიული რეგულაცია დავაწესეთ და რამის რევოლუცია მივიღეთ. იგივე რეცეპტებთან მიმართებაში ის ორთვიანი, შეიძლება სამთვიანი მღელვარებაც. ამიტომ პრევენციის კომპონენტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ არ იქნება პრევენცია, არ იქნება მთლიანად პროექტი. სამწუხაროდ აი ესე ხისტად დგას საკითხი. ჩვენ ამის გაკეთებას მარტო ვერ შევძლებთ გულისხმობ თავრობას საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ამიტომ დღეიდან დავიწყეთ ახალი საინფორმაციო კამპანია, არა ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, გეგმიური, როგორც აქამდე ვატარებთ, არამედ სწორედ საზოგადოების აქტიური ჩართულობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამას კარგად და კრეატიულად გააკეთებს და მე მგონი, რომ უკვე შედეგები აი ამ გადაცემის დამთავრებისთანავე გვექნება. და თქვენ გამოწვევის ფუნქცია, ასე ვთქვათ, გამოწვევის ფორმა მიგეცათ. ამისთვის თქვენ უკვე გქონდათ პრესკონფერენცია და უკვე გამოიწვიეთ და ყავთ ადრესატები, პირველი ადრესატები ამ აქციის. რომლებიც არიან დიახ, შეიძლება გამოწვევაც დავარქვათ, რომ გამოწვევა ახლა ბოლო პერიოდში უფრო ასოცირდება იმ ყინულიან წყალთან და რაღაც სხვა. რატომაც არა, იმუშავა, ხო ფაქტია, იმუშავა. ხო, აქ ცოტა სხვაობა არის, იმიტომ რომ თუ აი წინა ამ გამოწვევების ამოცანა იყო რაღაც ფინანსური რესურსის მობილიზაცია სამკურნალოდ, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ არ გვინდა არანაირი ფინანსური მობილიზაცია, უბრალოდ საზოგადოების ინფორმირებულობა. ორი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს
ძირითადი მოცემულობა და მეტ ადამიანს მოეცეს საშუალება რომ გაგვიზიაროს თავის შეხედულება. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ დააყენებს ყველა კოსმეტიკურ და ტატუ სალონში თავის წარმომადგენლებს. ეს ჩვეულება საზოგადოების წევრებმა უნდა გვამცნონ თავის შეხედულებები. ეს ჩართულობა ჩვენი მოქალაქების რა გამოიხატება იმაში, რომ დაუშვათ მე თქვა რომ სადღაც არ გაკეთდა სტერილიზაცია რაღაცის და დაუშვათ თუ შეიძლება ყურადღება ალბათ იქით ჩართულობა გარდა იმისა რომ მონაწილე გავხდები და მინდა რომ მართლა ყველა ვიცოდეთ და ყველა გავფრთხილდეთ და ყველანი აბსოლუტურად ყველა ჯამთელი იყოს. ამისთვის. რა შემილია კიდევ გავაკეთო? პირველი ის რომ გაეცნოთ ამ სამ ძირითად გზავნილს, რაც არის რომ ეს არის პრევენციის გარეშე საკუთრივ პროექტი არ იქნება. მეორე ის რომ მკურნალობა ვისაც ჭირდება ყველა მიიღებს რიგითობის მიხედვით, დაავადების სიმძიმის მიხედვით და მესამე ეს იქნება რომ მაღალი ხარისხის მკურნალობა ვიზრუნოთ უკვე ამაზე. ეხლა თქვენი მხრივ ჩართულობა რაში გამოიხატება? მე ვერავის ვერ ვთხოვ იმას რომ დაუშვათ დაგვიკავშირდეს ან სოციალურ ქსელებში გვითხრას რომ ამ ადამიანის მისამართზე იქ რაღაც ისე არ არის, უბრალოდ გაგვიზიაროს თავისი შეხედულება. ჩვენ შეიძლება ყველაფერი ვერ გავითვალისწინოთ, უნივერსალურმა პროტოკოლმა არ მოიცვას და თქვენ გაგვიზიაროთ თქვენი კონკრეტული შეხედულება. კი ვიმეორებ, რომ ვერავის ვერ ვაკადრებ იმას, რომ ვთხოვო, რომ აი დაგვიკავშირდეთ და ამ მისამართზე იქ რაღაც არ გაასტერილდეს, სწორად, თუმცა სასურველია. თუმცა აი ესეთი ინფორმაციის მოწოდებაც. თქვენ როგორც ჩათვლით საჭიროდ ნებისმიერი დახმარება საზოგადოებისგან იქნება შეუცვლელი და ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა თუ აი თქვა კერძო სექტორის პასუხი არ იქნება ადეკვატური თქვა ჩვენს აქტიურობაზე, მაგალითად აი კონკრეტული ტატუ სალონების თუ სტომატოლოგიური კაბინეტების. რა მარინა, შენც თუ არაფერი გამოგივიდა, ანუ სანქციების შემოღება იგეგმება თქვა გარკვეულწილად როგორ თქვა ეს ხო რაღაც ნებაყოფლობით ძალიან ცუდი რამეა ხახნა ეს ნუ ძალიან ცუდი რამეა ელემენტარულად რო შედიხარ ის მაინც უნდა იკითხო ცოტა კატეგორიულად რა გაქვთ თქვენ როგორი სტერილიზაციით აკეთებთ ამას ხო შეიძლება იკითხო არა უნდა იკითხო. მარტივიდან რომ დავიწყოთ, მარტო რომ კითხოთ, ალბათ დიდი ალბათობით გეტყვიან, რომ კი, კარგად ვაკეთებ. თუმცა არის მარტივი ინსტრუმენტები, მაგალითად, იგივე სტერილური ინსტრუმენტი უნდა იყოს შესაბამის შეფუთვაში, ესეთ პაკეტში, რომელიც სასურველია რომ ნახოთ თქვენ და თქვენ თვალწინ გაიხსნას. ბატონო, ეს პაკეტი გულისხმობს, რომ აუცილებლად კარგი გასტერილებულია, ხო? კი, ანუ იქ ხარვეზები ვერ მოხდებოდა, ხო? ამას ყველაფერს იგივე ამ კამპანიის ფარგლებში ნელ-ნელა შეგასწავლით, ასე ვთქვათ. საკუთრივ პაკეტი, აი მაგალითად ერთჯერადი შპრიცი. თქვენ თვალწინაც რომ გაიხსნას, ნუ ვადასხვა რო ყურებთ, ამ პაკეტებს აქვს თავისი ფერადი ინდიკატორი. ანუ არის ბევრი რაღაც ნიუანსი, რომელსაც ჩვენ გაგიზიარებთ ჩვენს ცოდნას და სამაგეროდ მხარდაჭერას გთხოვთ ამ პროექტში. ვითანამშრომლოთ. აუცილებლად. მე მაინც მინდა კითხოთ პირველი ადრესატები ვინ არიან ამ გარდა იმისა, რომ თქვენ პირველად მოხვედით ჩვენთან ამ აქციის ფარგლებში და ჩვენ ვიღებთ თქვენს გამოწვევას, კიდევ ვისგან ელით, ასე ვთქვათ, პირველ მხარში დგომას ამ აქციაში. ასე გამოვიდა, რომ პირველი ადრესატები თქვენ მზადებით, იმიტომ რომ ბრიფინგიდან პირდაპირ აქ მოვდივარ, გავაჟღერე, მადლობა თქვენ პირიქით მხარდაჭერისათვის. ასევე ჩემი კოლეგები, მთავრობის წევრები გამოვიწვია, ასე ვთქვათ, თხოვე, დახმარება და მხარდაჭერა, თუმცა ბათხოვნა არ ჭირდებათ, იმიტომ რომ ეს ერთიანი პროექტი, ერთიანი ძალისხმევის. ასევე საზოგადოების აქტიურ ნაწილს და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა არაფერი თუ ერთმანეთს არ დავეხმარებთ. აში იქნება ჩაყრილი. არის რაღაცა გვერდი, სადაც შეიძლება ეს აქტიურობა, არ ვიცი, ჩვენს ჩაერთო ან გაიგო ინფორმაცია ვინას წერს რა ამბები ხდება ქვეყანაში აი ამ კუთხით ზუსტად არის ესეთი გვერდი რაიმე? დიახ, ესეთი ორი გვერდი იქნება, დღეს შეიქმნა სულ ცოტა ხნის წინ ეს ამ აქტივობის თავმომყრელი, ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდი და ეს იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი. ოფიციალური ვებგვერდის განთავსება. ჩვენი გვერდით შეიძლება აი ამ დღევანდელი ეთერისთვის გამოვიყენოთ ამისთვის რომ მოგწერონ. ჩვენ როდესაც ვაანონსებდით დღეს ამ გადაცემას, დილიდან არ წლებოდა ზარები, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გვისაუბრია იმ პროგრამაზე, რომელიც სახელმწიფოში მოქმედებს ჰეპატიტით დაავადებულებისთვის, დარეკა მაყურებელმა, რომელსაც აინტერესებს ჰეპატიტის პროგრამა როგორ მოქმედებს უბრალო გლეხი კაცისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. სულ ამბობენ ხელმისაწვდომი იქნებაო და მაინც კონკრეტულ ციფრს გთხოვს მაყურებელი პრეპარატზე არის საუბარი.
ამ პროექტში არ ექნება მნიშვნელობა ეს გლეხიკაცია თუ რაიმე სხვა ასე ვთქვათ ინდუსტრიის წარმომადგენელი. Ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. პირველ რიგში მკურნალობას მიიღებს ის, ვისაც ყველაზე მეტად ესაჭიროება. საბოლოო ჯამში და ეს საბოლოო ჯამი იქნება, არ ვიცი, შეიძლება 2 წელიწადში ჩავეტიოთ, აბსოლუტურად ყველა ვისაც მკურნალობა ჭირდება მიიღებს. რაც შეეხება ფასებს, ნება მომეცით, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე იმედია თებერვლის ბოლოს მოვაწერთ ციფრი არ დავასახელო, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება როგორც გლეხიკაცისთვის, სოციალურად დაუცველისთვის და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ისე რომ მათ ეს ტვირთად არ დააწვებათ. კიდევ ერთი მაყურებელი გვწევს, მე არ ვიცი რამდენად აქვს კავშირი ამას ამ თემასთან. დარეკა ქალბატონმა, რომელსაც აქვს საყოველთაო დაზღვევა და აქვს მინიმალური პაკეტი და უნდა გადასვლა საბაზისო პაკეტში. იქნება თუ არა კანონი მიღებული, რომ ეს გადასვლა მოხდეს ერთი პაკეტიდან მეორეზე, აინტერესებთ. დიახ, აქამდე საყოველთაო ჯანდაცვა ვრცელდებოდა მასზე, ვინც 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არ სარგებლობდა სხვა კერძო კორპორაციული დაზღვევით. მას შემდეგ რეალობა შეიცვალა, ამას სულ მუდმივად უყურებთ, თვლით და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ახალი, ასე ვთქვათ, შემოდინება, ანუ მეტ ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ მინიმალურ სიმაგრად საბაზოთი ესარგებლოს. არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანი ოფიციალურად დარეგისტრირებული, ვინც არის ჰეპატიტით ვინც ატარებს ჰეპატიტს? კვლევა საკმაოდ დიდი ხნის წინ არის ჩატარებული 2002 წელს. მაშინდელი კვლევით 200,000 ადამიანი უნდა ყოფილიყო ასეთი. ახალი კვლევა დაიწყება მარტში, დასრულდება ივნისის დასაწყისში და გვეცოდება ზუსტად. თუმცა სპეციალისტებს აქვთ ესეთ სპეციალური მეთოდოლოგია, პრედიქტორული ქულები, რომლითაც ანგარიშობენ და ვარაუდობენ, რომ საქართველოში დღეს გამორებით 150,000 ადამიანი უნდა იყოს დაავადებული ჰეპატიტით. თუმცა ეს არის პრედიქტორული, ზუსტად გვეცოდება ივნისში. ვინაიდან ესეთი ბრძოლა გამოუცხადეთ ამ დაავადებას, გარკვეული გათვლებიც არსებობს, ხო, თქვათ, ვადები ამ კამპანიის დასრულების და შედეგი როდის შეიძლება გამოიღოს, თქვათ, იგივე პრევენციის ღონისძიებებმა, თუ თქვათ, აი მედიკამენტოზურმა მკურნალობამ და ორივემ ერთად. როდის ფიქრობთ, რომ თქვათ, საქართველოში შეიძლება აღარ იარსებოს ამ დაავადებამ? თუ ასეთი წარმატებული ტემპებით იმოქმედებს. აი დაახლოებით გეტყვით, თუ ჩვენ ორი ფაქტორი, რაც არის პრევენცია და წამლის გადინება, დაცვა შევძელით იდეალურად, დაწყებიდან მესამე წელს, ეს საკითხი უკვე დახურული იქნება. შესაბამისად, თუ ნაკლებად ეფექტურად შევძელით, ეს შეიძლება გაგრძელდეს ბევრი წლები, ან საერთოდ უსასრულოდ. თუ ვერ შევძელით პრევენცია, აზრი ეკარგება ყველაფერს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალური რესურსი ჩავდოთ და 3 წელიწადში გვექნება უბრალოდ იგივე სიტუაცია. ისე რომ პრევენცია და პრევენცია. მაგალითად რო გითხრათ, ჩვენ გვახსოვს, რომ პრეპარატის ფასებზე ჯერ კიდევ შარშან რომ იყო საუბარი, საკმაოდ დაბალი იყო წამლის ფასი თვითონ. მაგრამ მე თუ არ ვცდები, ისე მოხდა, რომ მაინც პრევენციული ღონისძიებები იქ ვერ გატარდა წარმატებულად და რაღაცნაირად ეს პროექტი არ შედგა. ეს მედიკამენტი, რომლის საბაზრო ღირებულება $80,000-ზე მეტი არის ეგვიპტეს და რატომ ეგვიპტეს? იმიტომ რომ პრაქტიკულად ყოველი მეორე ადამიანი ეგ ჰეპატიტით არის დაავადებული. მიცეს $900, იქაური ეკვივალენტი. თողონდ იქ იყო პროექტი განსხვავებით ჩვენისგან, უბრალოდ იაფიანი წამლის მიწოდება. არ უზრუნიათ შესაბამისად ახალი შემთხვევების ანუ პრევენციაზე არ უზრუნიათ და შესაბამისად ვერ იყო ეფექტური. უმკურნალეს ბევრ ხალხს, მაგრამ კიდევ უფრო მეტს დაემართა. სამწუხაროდ. ამიტომ პრევენცია როგორც ჩანს, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამიტომ ამ აქციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ეს რაღაცნაირად ჩვენს პასუხისმგებლობა თვლით, რომ ეს გავხადოთ გადამდები. იმიტომ რომ ვართ პირდაპირ ეთერში, ყავს ძალიან ბევრი მაყურებელი და მე იმედი მინდა ვიქონია, რომ ეს ძალიან გადამდები აღმოჩნდება და ჩვენ ის რო გამოვიწვიოთ კიდევ სხვებიც, ხო? ჩვენ ვიფიქრეთ, ვინ უნდა გამოგვეწვია ამ აქციაში და ალბათ ლოგიკურად მივედით იქამდე, რომ გამოვიწვიოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი გადაცემა. რომელიც ახლა ისეთ აქტიურ ფაზაშია.
კი. და კიდევ მოვიფიქრეთ ვიზუალიზაცია ამ კამპანიისა, რა გონდა? მოდი. ასეთ რაღაცებს. ჩვენ შევეცადეთ ცოტა დაგხმარებოდით წითელი მარკერით. კი და ჩვენ შევეცადეთ რომ ეს ყოფილიყო მარტივი, ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი და ძალიან გამომსახველობითი, ასე ვთქვათ, გზავნილით. დავიწყო მე? ჯერ ბატონ მინისტრს მივაწოდო. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ უბრალოდ შეაჩერეს top დაგვეწერა მე დაგაწერა თქვენ შეაჩერეთ C. Stop C. Stop. და იმედი ასეთი ხელის გულები აი ბევრი გაჩნდება ჩვენ სოციალურ ქსელებში. გამოგვიწვიეთ პატრონი. გამოგიწვი მე ჩემს. მოდი მეც დავიწერ. მე გამოწვევა ვინმე მითხრას და გადარეული. ეს ექსკლუზივობა ბევრ ამაში კარგია, თუმცა ეს არ არის ის თემა, სადაც ექსკლუზივობა მნიშვნელოვანია. აქ არის პირიქით, რაც რომ გადამდები იქნება ეს გზავნილი და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა და სხვადასხვა ტელევიზიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან, მით უფრო კარგი საქმე გაკეთდება. ასე რომ ხელის გულები ავიწითლოთ, ხო? ავიწითლოთ ხელის გულები და ამასობაში მინდა მივმართო სერგი გვარჯალაძეს, გადაცემას კომუნიკატორი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ჩვენ გიწევთ თქვენ ცეჰეპატიტთან ბრძოლაში და იმედი გვაქვს გამოგვეხმაურებით. Stop C. აი. ой, ჩემი ესე აღმოჩნდა. ჩემი ესე აღმოჩნდა. ჩემი ესე აღმოჩნდა. როგორ სლოგანს ატარებს ბატონო დავით ეს კამპანია? ჩვენ Stop C დავარქვით. აქ კომპაქტურად არის ასახული. თვითონ სლოგანი ალბათ ერთად დავამარცხოთ ცეჰეპატიტი. აი, მაშინ ყველაფერს ამბობს ეს. დიახ. და მოკლია და ძალიან ის არის, რა ქვია. კონკრეტული. ყველას გთხოვთ რომ ჩაერთოთ ამ აქციაში და რაც თავარია იმისათვის რომ ყველა ის ინფორმაცია რომელიც არსებობს ამ დაავადებასთან დაკავშირებით თავმოყრილი იყოს ერთ ადგილზე თუ კი სოციალური ქსელით გააზიარებთ მსგავს მესიჯს აუცილებლად მონიშნოთ ჯანდაცვის სამინისტროს ბებ გვერდი რათა რაღაცნაირად ყველა მიქ მოვიყაროთ ერთად თავი და რაღაცა გავერთიანდეთ. ერთად. ბებ გვერდი და Facebook-ის გვერდი. Facebook-ის გვერდი. როგორც ჩვენი ადრესატი წამოენთო გამოუვიდა და სერგი გვარჯალაძე გვირეკავს პირდაპირ ეთერში. სერგი, Stop C. ეს მისჩი გამარჯობა. სალამი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. არაჩვეულებრივი პროექტია, მთელი გულით მივესალმებით. რეაგირება მოახდინე. ყოჩა. ძალიან კარგი სლოგანი გაქვს და სიამოვნებით ჩავერთვებით ამ აქციაში თქვენგან ამ მარათონში ჩავერთვებით. რასაკვირველი ამ მარათონში ჩავთავთ სხვებსაც, ჩვენს კოლეგებს, ძალიან მიხარია რომ ესეთი რაღაც კროს მედიალური პროექტი გამოვა ეს. მე დარწმუნებული ვარ რომ სხვა არხებით, სხვა საშუალებებით, სხვა მედია საშუალებებით ჩაერთვებიან ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ, დღეს ვისაუბრებთ ამაზე კომუნიკატორში აუცილებლად და რა ვიცი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ამ პროექტისათვის სიამოვნებით და მე ვფიქრობ რომ კარგი იქნება რომ ცალკე იქნებ გავაკეთოთ რაღაცა Facebook ჯგუფი, მედიალური ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე ისაუბრებს, იმსჯელებს, გაავრცელებს ინფორმაციას, რა ვიცი, გავერთიანდეთ სოციალურ მედიაშიც და მე მგონი უფრო ინტენსიური იქნება ეს. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ველით შენს ხელის გულებს. შენ ვის გამოიწვევ შენი მხრიდან? ბარემ თუ გაგვიჟღე, თუ მოიფიქრე უკვე. ბატონო? შენ ვის გამოიწვევ აი ამ კამპანიაში? რასაკვირველია მე ვის გამოვიწვევ? ჩვენ გვაქვს დრო ახლა 5 საათზე ვართ დღეს ეთერში, 9 საათი დავუთმობთ. 9 საათს დავუთმობთ ევროვიზიას, მაგრამ სადღაც 6:30-ისთვის მივიღებთ გადაწყვეტილებას და ჩავთავთ აუცილებლად ვიღაცას, ვინც მძლავრ მედიას ჩავთავთ აუცილებლად რომელიღაცას და ჩვენი კოლეგებს აბსოლუტურად სხვა განზომილებიდან, არა საზოგადოებრივი მაუწყებლის განზომილებიდან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ აქ კონკურენციაზე არ არის საუბარი, პირიქით უნდა გავერთიანდეთ და
ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ეს ჩვენი ცხოვრების და უამრავ ადამიანს ვიცნობთ მსგავსი პრობლემებით და რასაკვირველია ჩვენთანაც ბევრი ზარია ამ თემაზე და ძალიან ვიხარია რომ ესე გავერთიანდით. ძალიან კარგი. ძალიან ვიხარია ჩვენ დაიწყე მოკითხვა და სიყვარული იესალმებით. დიდი მადლობა. ასე სწრაფად ჩაერთო სერგი და 6-ის ნახევარზე შევიტყობთ სერგის ადრესატის ვინაობას გადაცემა კომუნიკატორიდან უკვე, თუმცა მე მგონი რომ 6 საათამდე ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთება, გაჩნდება ესეთი წითელი წარწერები და მოინიშნებიან საქართველოს როგორ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი და მისი Facebook გვერდი მოინიშნა თუ კი სოციალურ ქსელში გააზიარებთ ამ აქციაში მონაწილეობის დასტურს, ასე ვთქვათ. შევაჯამოთ ერთგვარად ეს კამპანია, რომელსაც იწყებთ და დაგემშვიდობებით. დიახ, მე დიდი იმედი მაქვს, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი კარგი დასაწყისის შემდეგ საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობა იქნება მაღალი და ეს არის პრაქტიკულად გარანტია, ეს არის ერთადერთი ფაქტორი დარჩენილი იმისთვის, რომ პროექტი იყოს წარმატებული. მე მჯერა რომ ეს პროექტი მართლაც გამორჩეული იქნება და უამრავ ადამიანს დავეხმარებით. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ყველაფრის. ერთი წუთით სოციალურ ქსელში ჩვენც ხო უნდა გავაზიაროთ ეს პირველები ჩვენ უნდა ვიყოთ. ამბავი სწორია. ყველა მხელები მოიმარჯვეთ ბატონო მინისტრო თქვენს. მარინა და ჩვენ პირველი სელფი დაიდება. აბა მოიწიეთ ხელები საკამარად. ჩიკა სათხარ? აი ხელი ჩავს ჩემი მარტო, მაგრამ მე ვჩდილა წარმოგიდგენია. აი ცოტა. არის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებებით ჩვენ გადაცემის